გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით პარიზიდან. Bonjour, bonjour. სადაც ჩამოვედით რომის ტურნირზე. დიდი გეგმებით, იმედებით მე ზურა და ნოდარი ვართ. ნოდარ, მოდი ტრანსფერი გამოვაცხადოთ. ამდენი ამხელა საიდუმლო მოლაპარაკებები როგორც იქნა დასრულდა და ტრანსფერი განხორციელებულია. საჭადრაკო კლუბ უჯარიმოც, რომელიც ამ წამს დაარსდა, შემოუერთდა ერთწლიანი არენდით გამოწყიდვის უფლებით IM Maestro Internazionale ნოდარ ლორდ-კიფანიძე. ზურათ ჩვენს გვერდით არის ტრადიციულად ჩვენი გუნდის წევრი პირველივე დღიდან. ჩვენ ვითამაშებთ კლასიკ ტურნირს, ვითამაშებთ ბლიც, რაპიდს და გუნდურს. 4 ტურნირი გვაქვს სათამაშო მეგობრებო. სერიოზული შეტევა გვაქვს. რაც შეეხება გეგმებს, ჩვენი გეგმა თავიდანვე იყო ჭადრაკის პოპულარიზაცია, მოვანდომოთ ადამიანებს ჭადრაკის თამაში, ვინაიდან ჭადრაკი არის ყველაზე წარმატებული სპორტი ქართული სპორტის ისტორიაში. ცოტა გული წდება, რომ ესე მიკნავლებული, არ ვიცი რას ნიშნავს თუ მინავლებული თუ რაღაცნაირად არის. მიძინებული. გვინდა რომ ნოდარი დავაბრუნოთ აქტიურ ჭადრაკში, აქტიურ სპორტში, მწვრთნელობას შეუთავსოს მოჭადრაკეობა. ნოდარი კატეგორიული წინააღმდეგია, მაგრამ მე და ზურა მას ტვინს გავუბურღავთ უკუნისამდე. რა შემთხვევაში დაბრუნდები ჭადრაკში? არ ვიცი, არა. თუ მოიგებს მე მომცა პირობა თვალის. სოფლიო ჩემპიონი თუ გახდება დაბრუნდები. მაგრამ უჯარიმოდისთვის ითამაშებს ხოლმე. არა, ხანდახან ვითამაშებ, კი, რა თქმა უნდა. წამო ეხლა კოლიზეუმი ვნახოთ. ბევრი გამომწერი თუ მეყოლება კიდე შეიძლება დავბრუნდე. ეს ეიფელის კოშკი არ არის? არა, ეს არის პიზის. უი, ეს ვერ დავინა. ნახე გადახრილია ცოტა, პიზა არის. ახლა კი რუბრიკამ დარე იუმორის რამდენიმე წუთი. Პატიკო, კოლიზეუმი საით არის? იქე. იქე? ესე აი ესე პირდაპირ დააწექი. იქ ვკითხავ მაშინ კიდე. იქე, ყველას ეცოდინება აქ, უეჭველეთ. რაღაცნაირ კოლიზეუმში შევდივართ. სარეპეტიციოში. პატიკო, ის იცი რა არის? აზი არა. ეს არის აქ აღმოაჩინეს ქუთაისი. უძველესი ნაქალაქები. მე ნელ-ნელა გადავედით იქეთ რა. იტალიაში რო დაუბადებულიყავი, დიდი ალბათობით გავხდებოდი არქეოლოგი. აი აქ ნახდათ ვერ იტყვი რომ აი პრასვეტი არ არის რა, აქ ახლა რა, აი არქეოლოგია, აი სადაც გინდა სადაც არ უნდა გათხარო ყველგან რაღაცას. საბჭოთა კავშირზე რო ამბობენ რა ქვეყანა დაანგრიესო. რა ქვეყანა დაანგრიეს ეს. ის დასანგრევი იყო, აბა რა იყო, მაგრამ ეს მართლა რა ქვეყანა დაანგრიეს. სხვათა შორის ძალიან კარგი იუმორის ცნობა აქვთ იტალიელებს. იცი რას ეძახიან ამ შენობას? ქორწილის ტორტს. დიდი და თეთრი არის და ეგრე ეძახიან რაღაცეები ადევს. ძალიან ახალი შენობაა ეს მე-20 საუკუნეში დასრულდა საბოლოოდ ამის მშენებლობა, მაგრამ როგორც რომს ეკადრება ის დონეა რა, ფუფუნის ხარისხი არ არის დავარდნილი რა. მაგრამ ქორწილის ტორტიც გამოუვიდათ რა. ის მიმი ხო იცი? ორი ადამიანი რო არის პრესკონფერენციაზე და ერთთან რო ბევრი მიკროფონია ძალიან და მეორესთან არა. აი ეგ მიმი არის აქ რა, რომ ყველა ამ შადრევანს შადრევანი და აი ამ გენიალურ შენობას არავინ ყურადღებას არ აქცევს. არის თავისთვის საწყლად. აი მე რო ეს შენობა ვიყო და არავინ მათვალიერებდეს ძალიან მეწყინებოდა.
მოვიდა ტურის დღეც, მეგობრებო. წავედით. საკმაოდ უშნო უბანში ტარდება ტურნირი. არაფერი ლამაზი აქ არ არის, მაგრამ ჩვენ შევეცდებით ლამაზი პარტიებით ეს უბანი ცოტათი შევალამაზოთ. ბრაშოვთან შედარებით ოდნავ უკეთესად მომზადებულები ვართ, იმიტომ რომ ბრაშოვში ჩამოვედით 2 გაკვეთილი ჰქონდა ნოდართან გავლილი, ეხლა 4 გვაქვს. ეს უკვე ამ წამოწყების მიზანი არის ჭადრაკის პოპულარიზაცია და რაც შეიძლება ბევრ ადამიანს მოვანდომოთ ჭადრაკის თამაში. ამიტომ დაგვთანხმდა ბატონი ნოდარი, რომ ესე მოუმზადებელი წამოსულიყო ტურნირზე წუწუნით. რომ ესე მოუმზადებელი ტურნირზე ვერ წამოვალო. მე ჩვენო ადამიანს შეუჭირდები. მაგრამ მადლობა ნოდარს, რომ პროექტის მიზანს გაგებით მოეკიდა. და ჭადრაკის პოპულარიზაციაში თავის წვლილს შეიტანს. გადამახტევინე რა, მადლობა, მართლა მინდა რომ ბიჭებო, მადლობა გითხრათ, იმიტომ რომ გითხარი კიდე ერთხელ რა, რომ ისეთი მოწყენილი რაღაცნაირი პერიოდი მქონდა, მონოტონური ერთ და იგივე სკეთება მიწევდა და რაღაცა მაინც ეს ძველ ჭადრაკის იმაში რომ გაცოცხლდები რა თითქოს. არა, კაია მართლა რა, რაღაცა გამოცოცხლების მინიმუმ საფუძველი მაქვს რა და ნახოთ ეხლა ტურნირი თუ კარგად წავიდა მით უმეტეს რა. ზურაბ შენასაკ. რავი, შემართებით ბიჭებო რა, მე ვერაფერს ვერ დავამატებ ახლა, მაგრამ ხოდზე. ოჰო. Infine ci sarà un torneo blitz e le iscrizioni sono nuove. აგიხსნით ტურნირის ფორმატს. რომის ტურნირი შედგება 4 დივიზიონისგან: C, B, A და Master. C დივიზიონში თამაშობენ მოთამაშეები, რომელთა რეიტინგი არის 1600-ზე ნაკლები, B დივიზიონში თამაშობენ მოთამაშეები, რომელთა რეიტინგი არის 1600-სა და 1800-ს შორის, A დივიზიონში თამაშობენ მოთამაშეები 1800-დან 2100-მდე რეიტინგის შუალედში, Master-ში კი თამაშობენ 2100 და მეტი რეიტინგის მქონე მოთამაშეები. შესაბამისად, მე და ზურას მოგვიწია A დივიზიონში თამაში, ხოლო ნოდარს Master-ში. რაც შეეხება ბლიც და რაპიდს, აქ არანაირი შეზღუდვა არ არის, ყველა შეიძლება შეხვდეს ყველას. Please start the clock. Bianco e modo. ერთი კარგი ამბავი მაქვს. მართლა კი არა. 2 კარგი ამბავი მაქვს. მართლა კი არა. 3 კარგი ამბავი. მოვიგეთ 3-ვე. კარგად დაწყება კარგია. მიხარია. ნოდარმა გაიმარჯვა 3-ვე პარტია. იმიტომ რომ მის მიერ ნამეცადინები ლონდონები ვითამაშეთ, მეც და ზურამაც და ბატონმა ნოდარმა ერთი თავისი მოიგო, 2 სხვისი პარტია. დებიუტში დარწმუნებული ვარ, რომ უარესი მქონდა, ღრმად დარწმუნებული ვარ. მაგრამ იმედია. ხო, მაგრამ გავიმარჯვე მაინც რა, კლასნად, მომეწონა ჩემი ესეთი შემოქმედება. პარტიის დროს ვფიქრობდი ზუსტად მაგას, რომ
ტურნირში ყველაზე მაგარი სიამოვნება, რაც იქნება რომ მივალთა პარტიებს გავარჩევთ. და ერთ სული მაქვს გავარჩიოთ პარტია. ეხლა მე მაინტერესებს კომპიუტერის შეფასებაზე უფრო წვრთნელი ჩვენი მოდი კონსულტანტი დავარქვათ, იმიტომ რომ ჩვენ რო წავაგოთ პარტიები და ნოდარს დაბრალდეს, სირცხვილი იქნება 4 გაკვეთილი ჩაგვიტარა სულ. ამიტომ კონსულტანტი დავარქვათ. ნელის ისე ჟღერს რა, რომ მოიგოთ, მე რეგო კონსულტანტის გერჩება რა. ურის მერე გადაწყვიტოთ. ტურნირის ბოლოს ვთქვა. ძალიან მაინტერესებს წვრთნელი როგორ შემიფასებს პარტიას, იმიტომ რომ ეხლა ჩესკომი რო რაღაცას მეტყვის არც მიხარია, არც მწყინს რა და წვრთნელისგან მაინც უფრო საინტერესო არის. წამო ეხლა გავარჩიოთ. ოპა. კაი დაწყება. კაია. ხვალამდე. რომ ხარ ვაგვიანებს ტურნირს. აუ როგორ მეძინება ღმერთო. გამარჯობა კიდევ ერთხელ. არყისფრად გათენდა რომში. შესანიშნავი დალევის ამინდია და დღეს თუ ჩვენ მოვიგებთ 6-დან 5 მაინც, დღეს დავლევთ გრაპას. მეგობრებო, დღეს ჩემი თამაში გადაიცემა პირდაპირ ეთერში. პირველა? ცოტა ხარვეზებით 12 წელს ცოტა ხარვეზებით, მაგრამ პირდაპირ ეთერში გადაიცემა ჩემი პარტია და ამით ქართულ საკლუბო ფეხბურთთან შევდივარ სერიოზულ კონკურენციაში დაინტერესების თვალსაზრისით. მე თუ ქართული საკლუბო ფეხბურთი, რომელს უყურებდით იტალიელები, მე უფრო მიყურებენ. მეხუთე დაფაზე ვიქნები ტურნირის მეოთხე ნომერს ხვდები, ერთ-ერთ ფავორიტს, 2000-ზე მეტი აქვს რეიტინგი, არასოდეს ამხელა რეიტინგიანთან არ მითამაშია. ყველა მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ წავაგო, მაგრამ მე ვაპირებ ბრძოლას. თან შავებით ვარ. მოკლედ, არაფერი კარგი არ არის. არც ამინდი, არც განთესვა, რაღაცნაირი. არაფერი კარგად არ არის, მაგრამ ბიჭები ყველაფერს დავდებ. პირველ რიგში წარმატებები დღეს, ანუ მე არ ვიცოდი თუ პირველად იჯექი ლაივ დაფაზე რა და გაგისწორდება, ამიჯერე. მე რაც შემეხება ჩემი მოწინააღმდეგე ნახე რა და ძალიან ისეთ მას აი როგორ თქვა, ყარჭადრაკს თამაშობს რა, ყაიმი აწყობს ნებისმიერ შემთხვევაში ყოველთვის რა და მოვიფიქრე 1-2 გეგმა მაქვს როგორ აურიო თავგზა და ნახოთ გამოვა და ზურა, შენ დღესაც ქუჩის ჭადრაკი უნდა ითამაშო? მე ბავშვს ხვდები. არ მიყვარს ბავშვები ჭადრაკში. ერთი კაი ამბავი მაქვს. მართლა კი არა, 2 კარგი ამბავი მაქვს. რამდენი კაი ამბავი მაქვს სინამდვილეში? 3. შავებით, სამივე შავებით მოვიგეთ. ზურამ თავის სტილში ჯოჯოხეთიდან ამოიღო პარტია და მოიგო
მე არ ვიცი როგორ სტილში მაინტერესებს ნახო შევაფასოთ რომ მივალთ სახში იმიტომ რომ ისე მეთამაშებოდა დაბალია თორე არა რაღაცნაირი პარტია იყო არც რა ქვია ეგეც არ ვიცი რა ოპენინგი არის რატომ მეთამაშებოდა როგორც დაბიოს ვერ ხვდები რა ანუ კი ის 2000 რაღაციანი იყო და მე 1900 მაგრამ 1000 ბაქხელა სხვაობა არ იყო ჩვენ შორის რომ ეგრე მე სახალხო არტისტი ვარ და შენ არავინ ეგრე არ უნდა ითამაშო ნოდარმა მოიგო კლასნად და დღეს თუ გადავრჩით 4 საათზე იქნება კიდე ერთი სამეული კიდე მგონია რომ ჩვენ უკვე შეგვიძლია რაღაცებზე ფიქრი დავიწყოთ. ჯერ ამბიციებს არ ვამჟღავნებთ, მაგრამ ეს დღე თუ გადავაგორეთ ლამაზად, ცოტა ამბიციური გავხდები ჩემ თავთან თუ არა ამათთან დაკავშირებით მაინც რა. დილით ხომ ათამაშეს შავებით. კიდე შავებით მათამაშება. არ მეწყინა რა. თან ინდუელს ხვდები რა და ინდოეთი კი იცით ეხა ბრაზილია ფეხბურთი ხო იცით? დაახლოებით ეგ თემა არის რა. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია. ცოტა დაღლილები ვართ. ჭამაცუდი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ უჭმელობა უარესიაო ამბობენ. საღამოს პარტია გადაწყვეტს ძალიან ბევრ ამეს long term-შიო, როგორც ამბობენ კახეთში. უჯარიმოდ. ახლა რეპეტიციოთ ჯარიმოდ. არჩე მონტაჟი გამოიყვანს რაღაცა. ერთი კაი ამბავი მაქვს, 0 ცუდი ამბავი მაქვს და ნახევარი კაი ამბავი მაქვს რა. ზურა მოიგო. ჩვენ ყაიმები ნოდარსაც მოგებული ქონდა, მაგრამ დაღლილობა დღეს ძალიან ძიმე დღე იყო, დილით 4 საათიანი პარტია, მერე კიდე პარტია. დაღლილობა მიჩინა თავი. დაუმარცხებლები ვართ და ცოტა გრაპა დავიმსახურეთ, მე მგონი რა. ბევრი ძა. ვერ უნდა ავდგე. მე ხო თქვი რაც არ უნდა ვქნა მეთქი და მით უმეტეს ახლა 3-3 და წავედი კაცო მეტი რა მინდა. ტურის დროს გავაცნობიერე რას იგიჟეს ვაკეთებ თუ რომში ვარ ჩამოსული ტურზე გვერდზე ხიყავ და ჯავახავ ხა ინტუელზე ხომარება. მან მივხვდი რომ რას ვაკეთებ და ეს რო დავინახე. აქამდე ხო არ ვიყავი ამის გვერდი და ეს რო დავინახე. სეროზის და ინტუელს რო ეყომარება 2000-იანს და თან კარგად მეთქი რა ხდება? სად ვარ მეთქი რა? წამო ეხა დავისვენოთ დამსახურებული დასვენება და ტურნირი შედის შუა წელში და აი მან ეხა დიდი ამბები იქნება. აცი ყველა ფინალი არის რა.
ჩამოვფრინდით ვატიკანში ბეტმენის ორი მიკროფონი რომ მიჭირავს ხალხი მიყურებს ვინ არის ესო და ორი კამერით როდები. აპი ჩამოვიდა. ბატიკო, შეგიძლია ისე გადამიღო, რომ მთელი ქვეყანა ჩაატიო კადრში, მთელი სახელმწიფო რომ კადრში ჩაეტიოს. ერთ კადრში მინდა რომ მთელი ვატიკანი გამოჩნდეს. ეგეთი კადრი გადაგიღია, ეხლა ამ ხელა რეჟისორი კაცი ხარ. ეგეთი კადრი გადაგიღია, რომ ერთ კადრში, უწყვეტ კადრში მთელი სახელმწიფო რომ ჩაგიტევია. ალბათ ყველაზე ლამაზი სახელმწიფო დედამიწაზე არა? იმიტომ რომ ეს არის რა, რაც არის, ანუ ვერ იტყვი რომ რამე ცუდი აქვს. ყველა ქვეყანას აქვს ლამაზი ადგილები, ვატიკანის გარეუბნები. ეს არის რა, მეტი არაფერი არა. დედამიწის ყველაზე ლამაზი სახელმწიფო. რა ვქნათ ეხლა? კაი, ეხლა რამე სხვა სახელმწიფო ხო არ დავათვალიეროთ? ბიჭო, პირველად რო ვიყავი ვატიკანში, ალბათ 1 წლის წინ, ეს შენობა არ მახსოვს რა და ეხა ჩადგეს ძალიან არ უხდება ხო აკაურობას ეს შენობა რა. ვიღაცამ თუ ვატიკანში ჩადგა ეს, მაშინ მე საქართველოში აღარაფერს ხმის ამომღები აღარა. ეს თუ ჩადგმევინეს ვიღა. იგი ვატიკანში ერთი იგი ჩაბადმე ბუტკას სიგარეტს გავყიდი პატარას. ვატიკანსაც გაუგოთ. პატარა სახელმწიფოა, ესე ტერიტორია არა აქვს დიდი, რომ ეხა სადმე სხვაგან თუ რამე ჭირდება, აქ უნდა აშენოს ეს არის. მაგრამ დავიჯეროს სხვანაირ გააკეთონ. რა არის, რა ჯანდაბა არის ეს. ვატიკანში რო ხარ, რამდენი რაღაც შეიძლება გაგიკვირდეს ადამიანს, ხო? აი, რამდენი რაღაცით შეიძლება აღფრთოვანდე. საითაც არ უნდა გაიხედო, ყველაფრით შეიძლება აღფრთოვანდე. და ვიღაც ტიპი ნოდარის სათვალით აღფრთოვანდა, რომ რა მაგარია. ამოსულია. აი, ამ ყველაფერს რო უყურებ და ნოდარის სათვალეს რო შეამჩნევ. ეს ამაზე მაგარი რეკლამა რა შეიძლება გაუკეთო? ქალაქი ბათუმი კონსტანტინე გამსახურდია 42 ნომერი. ოხჩე. ყოჩახ, შენ გადაფარე პეტრეს ბაზილიკა. ეს შეძელი. წავედით ეხა ტურზე. ზურა რატო ალყავს? მოდი ვთქვათ რა. მოდი გულწრფელად გეტყვით. ყველანაირი სილამაზე, ხელოვნება, მოგზაურობა, თავგადასავლები მაგარი ფეხებზე კიდია ზურას რა. ერთხელ ვენაში გამოგვიცხადა რომ ჩვენ მივდიოდით რაღაცების დასათვალიერებლად და წადით სხვა დროს დავათვალიერებ მე. შემდეგ ჩამოსვლაზე დავათვალიერებ. აი ვენაში შეიძლება ერთად ქნას რა. ჩვენ კი ტურნირის მერე 2 დღე გვაქვს, სრული 2 დღე და მან უმიზნებს დათვალიერებას. ოღონდ დათვალიერება რა იქნება, იცი? აი სადღაც ჩამოჯდება და გვეტყვის რომ წადით თქვენ, წადით მე დაგელოდებით აქ. დღეს ხვდები ზურას. ეგრე დალაგდა. შეიძლება იმზადე. შენ აქ რაღაცებს ათვალიერე. აგაჩუხანოს სწავლობს დებიუტებს იმეორებს რაღაცებს. მოკლედ მე მერჩივნა მერვე მეცხრე ტურში შევხვედროდით ერთმანეთს. და იქ გადაწყვეტილიყო, მაგრამ ისე დალაგდა რომ პირველზეა ზურა 3 ტურის მერე და იქვე ვარ მეც და მე შევხვდი. მოვიკითხე ტრადიცია როგორია ქართულ ჭადრაკში, როგორ უნდა მოიქცე ასე დროს. და ქართული საჭადრაკო ტრადიცია გეუბნება რომ მე უნდა მივცე პარტია ზურას და მე ფულს რომ მოიგებს ზურა, ერთად გავიყოთ იქედან რაღაც წილი რა. იმიტომ რომ დღეს თუ მოვაგებინებ ზურას, ძალიან დიდ ნაბიჯს გამ საბრიზოსკე. არის მეორე ვარიანტი რომ ვინაიდან შოუ ჩემი არხია და ჩემი რაღაცა პროექტი არის და თან ზურას უფროსი ვარ მე და რაღაცა, შემიძლია რომ დავათმობინო ზურას პარტია
და ეს შოუსთვის იქნება, ანუ მეორე ლოგიკა ეს არის რა, ქართულ ბიძური რო არხის გრაფიკოსმა ეხა არხის მეპატრონეს პარტია უნდა დაოთმოს ეხა რა, აპონტი არის რა. ხო და მე ჩვენ რა თქმა უნდა ყველანაირი ესეც მახინჯ მიდგომას ფეხებზე დავიკიდებ, just ვითამაშებთ რა. რაც იქნება, იქნება. კარგი, ეგრე უნდა იყოს, სწორია. მეც დიდი ხანია მარტო მაგას ვასწავლი ჩემს მოსწავლეებს, რომ სპორტია რა, ანუ არ ჭადრაკი არ გაპატიებს, გესმის? ეგრე რო გექნათ, რომ მიგეცა, მოგეცა და რაღაცა. მე ყველა პარტიას წააგებდი რა, თვითონ რაღაცა მოხდებოდა, ამიჯერეთ. ხალხო თქვენს გირჩევთ რა, ანუ ყველაფერში აგერ არის წმინდა ქალაქი და აი აქ ვამბობთ რომ წავედით. მე 14 სვლაზე შევთანხმდით ყაიმზე. მარტივად რო გითხრათ, აღარ მივაკვდით ერთმანეთს, ჩავხედეთ სატურნირო მდგომარეობას და ძალიან სიგიჟე იქნებოდა ეხა სისხლის ზღურის ატეხვა, იმიტომ რომ მეოთხე ტურია, არაფერში არ ეწერა ძალების დახარჯვა რა, ზედმეტად რა. ამიტომ პრაგმატული გადაწყვეტილება მივიღეთ. ეხლა თავარია ნოდარმა მოიგოს. კი, 40 საათი უნდა ვუცადოთ ეხა გამოვა. როგორ ატყობ ნოდარ შედის ფორმაში? არ ვიცი. არტი? არ ვიცი, რომ ნახო, ეხლა რო თქო შედის ფორმაში, მე თქი და ეს ვიდეო ნახოს გამომლანძღავს მე. მე პევრა დავსვი. ეს თქვენი ჭადრაკი არ ვიცი და რაღაცებს იტყვის და არ ვიცი. არ ვიცი. დღეს გეტყვით ნოდარი შედის თუ არა ფორმაში, იმიტომ რომ აი ესეთ ტურნირზე რავი წელიწადი ალბათ არ წასულა. დღეში 2 კლასიკი ითამაშა, გუშინ ეგეთი რაღაცა ალბათ ბავშვები რავი წლები არ გაუკეთებია. ხო და ძალიან გულშემატკივრობ ნოდარის ფორმაში შესვლას რა. ნოდარმა თუ იგრძნოს სისხლის გემო, მე უკვე ჭადრაკში დაბრუნებაზე სერიოზულად დაფიქრდება რა. კაი, დაგიბრუნდებით 4 საათის მერე. მარტივი გამარჯვება ბატონმა International Master ნოდარ ლორდ კიფანიძემ. იცი როგორაა? როგორ უხდება? მაესტრო ინტერნაციონალე. მაესტრო ინტერნაციონალე ძალიან მარტივად მოიგო, რაც ამ დონეზე არც ისე ხშირად ხდება ხოლმე, იმიტომ მეტოქე იყო 2130-იანი და ესეთ მარტივ 2130-იანს ესე მიხვიდე და უცებ მოუგო არ ხდება, მაგრამ კარგი დღე გამოვიდა, ბატონი მაესტრო ინტერნაციონალე გამოვიდა, მოიგო, დასვენებასაც მოასწრებთ და საშუალო ბაზარზეც წავალთ. მოდი აქ დავასრულოთ ჩვენი ვლოგის პირველი ნაწილი. გამოიწერეთ არხი ჩემი ნოდარის ვიდეო და ლაიქეთ, სარეზღილაკი ჩართეთ და გპირდებით, რომ აი ამ ლამაზ ხეს, რომელსაც აშკარად ესაჭიროება გადარგვა და უკვე გასკდა და ვეღარ ეტევა თავის ქოთანში და მიშველეთო იძახის, ამას ვერ გადავრგავ, მაგრამ გპირდებით, რომ მე პატრონეს ვეტყვი გადარგოს. და კიდევ ეცდებით, რომ ცალკე ვიდეო შემოგთავაზოთ ბლიცის ჩემპიონატის, ცალკე რაპიდის, ცალკე მეორე ნაწილი თავისთავად ამ ვიდეოსი და ხელცარიელი არ ჩამოვიდეთ. აი, მაგრამ თავარი მაინც ეს არის. ამისთვის ჩამოვედით, რომ ქართული სპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციაში ერთი აგური თუ არა, ერთი ნახევარი რო დავდოთ ხოლმე, 1-5-6 წელიწადში პატარა კედელი კი იქნება ამოყვანილი რა და ამისთვის თქვენი გვერდში დგომა დაგჭირდება. მეგობრებო, ეხლა მე გაჩვენებთ ფოკუსს. წეგან ვიღაც ბავშვმა ჩამოიარა და დედას უთხრა, ნახე, ასასინის ძეგლიო. ბავშვი მჭირდება. სად არის, არიღებს? საშობაო ბაზარიც კაია. ეს პირველი საფეხბურთო
დასრულდა ჩვენი რომაული არდადეგები.